ფერწერული აზროვნება თიხაში. სწორედ ამ კონცეფციით შექმნილ ქართული კერამიკის მამად წოდებული ზაქარია მაისურაძის 100 წლის თავისადმი მიძღვნილ გამოფენას ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს. აქ ყველაფერი ტიპიური კერამიკული ნაკეთობებისგან განსხვავებულია. პოეტურ ხატოვანი აზროვნებით შექმნილ ნამუშევრებში ზღაპრების ილუსტრაციებს, პორტრეტების, ბერიკების სერიასა და კარიკატურებსაც კი შეხვდებით. დეკორატიულ თუ მოცულობით კერამიკულ ნაკეთობებში აქცენტი მჭახე წითელი სურმუხტისფერთან დაპირისპირებაზე კეთდება. ზაქარია მაისურაძის 40-იან თუ 60-იან წლებში შექმნილ ნამუშევრებში ხაზი კერამიკული პანოების როგორც ფერწერული ტილოების წარმოჩენას ესმევა. ესეთი სურათის ტიპის პანოები რაღაც კონკრეტულ სიუჟეტზე შესრულებული, რამდენადაც შემცნობილია, უფრო იშვიათად იყო გამოყენებული კერამიკის დარგში და ამ ხრივაც ბატონი ზაქროს ნაწარმოებები, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებით ინტერესს იჩენს. ეს ფაქტურად სურათები არის, სადაც ჩვენ ხედავთ აი ტილოზე დაფერილ თუ დაუფერავ ტილოზე, კერამიკულად წარმოდგენილია ის გამოსახულებები, ფიგურატიული გამოსახულებები, რომლებიც ქმნიან აი მთლიანად ამ კომპოზიციას. ზაქარია მაისურაძის სახელი ქართული კერამიკული ხელოვნებისადმი სამეცნიერო შრომებისა და ამ დარგის ტექნოლოგიური პრაქტიკული პრობლემების კვლევას უკავშირდება. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კომპოზიციური თუ კოლორისტული გადაწყვეტითა და ერთდროულად პოლიქრომული, მოჭიქური და შებოლილი ფილების გამოყენებით საქართველოში კერამიკული ხელოვნების მომავალი განსაზღვრა. არაჩვეულებრივი არის ასევე მის მიერ რელიეფებზე მუშაობის მომენტი. ჩვენ კიდევაც გვინდოდა ესეთი რამ, რომ ბატონი ზაქროს რელიეფების კომპოზიციები გამოგვეფინა პარალელურად ფოტომასალასთან იმ არქიტექტურული ნაგებობებისა, რომლიდანაც აი საფარის რელიეფები აქვს კიდევ უამრავი სხვადასხვა ტაძრის რელიეფები და ეს სხვათა შორის დღესდღეობით უნიკალურ ნიმუშებათაც კი შეიძლება ჩაითვალოს. გამოფენის ფარგლებში ხელოვანისადმი მიძღვნილი კონფერენციაც გაიმართება, რომელიც თანამედროვე ქართული კერამიკის პრობლემების განხილვას დაეთმობა. ზაქარია მაისურაძის დეკორატიულ მოცულობითი კერამიკული ნაკეთობების ხილვის მსურველებს კი ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზი 2 კვირის განმავლობაში ელის.